ხუთი მთავარი, არა მეძუძური დედისთვის. მოდით გავარკვიოთ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება, თუ დედა ძუძუთი კვებავს ბავშვს. აქ მითები ნამდვილად უფრო მეტია, ვიდრე სიმართლე. შეზღუდვები არც ისე ბევრია, მაგრამ მაინც არსებობს. მაშასე პირველი არა, ეს არის დიეტა წონის დასაკლებად. ყველაფერი პირიქითაა. ძუძუთი მყოფმა დედამ საკმარისად ნოყიერად უნდა იკვებოს, რადგან ლაქტაციისთვის დამატებითი კალორიებია საჭირო. ამ კალორიების ნაწილი საკვებიდან მოდის, ნაწილი კი ორსულობის დროს დაგროვილი მარაგებიდან. ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში დედები უფრო სწრაფად უბრუნდებიან ფორმას, თუ ჯანსაღად და მრავალფეროვნად იკვებებიან. მეორე არის სამედიცინო სკანირებები კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, MRI, კომპიუტერული ტომოგრაფია და PET-სკანირება. თუ კვლევის ჩატარება აუცილებელია, საჭიროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება მომდევნო 12-დან 24 საათამდე. ხოლო რენტგენი და ულტრაბგერითი კვლევა უსაფრთხოა. მესამე, აპარატული კოსმეტოლოგია, სახისა და თავის კანის მეზოთერაპია, ფოტო და ლაზერული ეპილაცია. ეს პროცედურები უკანაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში, რადგან მათი მოქმედება ამ დროს შესწავლილი არ არის და ეფექტი არაპროგნოზირებადია. მეოთხეა არასპირტიანი კომპრესები და სხვა ხალხური მეთოდები ლაქტოსტაზისა და მასტიტის სამკურნალოდ. ეს შეიძლება დააზიანოს მკერდის ჯანმრთელობას. სჯობს მაშინვე მიმართოთ სპეციალისტებს. და მეხუთე, მკერდის გადაჭერა ძუძუთი კვების შეწყვეტისას. ეს მოძველებული პრაქტიკაა, სახიფათოა და შეიძლება მასტიტის გამოწვევა. არსებობს სხვა უსაფრთხო გზები ლაქტაციის დასასრულებლად. და ბოლოს ძლიერი ალკოჰოლი და მოწევა. ეს ნამდვილად არაა მისაღები მეძუძური დედისთვის. იხავის ჯანმრთელები და ის სიამოვნებს ძუძუთი კვებით.